თქვენ ესე იგი საკვირაო სკოლაში ზოგი ძალიან შორიდან მოდიხართ. მართალია? იცი რითი მივხვდი? ეხლა მაგალითად აი მოდი დემეტრე მოდი. აი შობილს რომ მიყავს ბავშვი ბაზრობაზე თუ მაღაზიაში ხო ყიდულობს შარვას რომელიც კარგად ექნება. მაგრამ მე რო იზრდება ხო უპატარავდება. ხო და ზოგი ეთყობა ისე შორიდან ჩამოხვედით რომ გზაში დაგიპატარავდეთ. დიდი ხანი მოდიხართ. გოგონებიც ეგრე, კაბა თავის დროზე შეიძლება კარგად გქონდათ როგორც წესია მოხსქემოთ, მაგრამ იმდენი ხანი იარეთ რომ დაგიპატარავდათ გზაში. ეგრე არ არის? მე მგონი სწორად მივხვდი რა თუ მეშლება. როგორც ჩვენი დიდი თეოდორე იტყოდა შესაძლოა, ხო? დაჯი. ჩვენ უნდა პატარაობიდანვე მივეჩვიოთ იმას, რომ ვიცოდეთ, სად რა და როგორ უნდა ჩავიცოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომ აი ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ახლა მაგალითად ფეხბურთის სათამაშოდ შარვალ კოსტუმით რომ მიხვიდე, ვერ ითამაშებ, ისე მოხერხებული არ იქნება ეგ. მაგრამ აი როდესაც მიდიხარ ისეთ შეხვედრაზე, აი მაგალითად ქორწილში მიდიხარ. იქ მოკლე შარვლით არ უნდა მიხვიდე. ხო, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს და მით უმეტეს აი ახლა როდესაც ზაფხული მოდის, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ახლა ცხელა ყველაფერი გაიხადა. ზომიერად რა თქმა უნდა ახლა ცოტა თხლად ჩაიცვა, მაგრამ ისე არა რომ შედმეტი მოგივიდეს. წერია გადავიდე პირდაპირ შეკითხვებზე. არა, რაღაცა მინდოდა რომ მეთქვა. თქვენ ახლა სკოლა დაგიმთავრდეთ დღევანდელ დღეს, ოფიციალურად დღევანდელ დღეს დამთავრდა. მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ არაფერი არ ვაკეთოთ. ან არაფერი არ წავიკითხოთ, ან არაფერი არ გავაკეთოთ, არ ვიშრომოთ, არ განვითარდეთ. ან ეს ზაფხული არ ტყუილად კი არ უნდა მიაჩვიოს ადამიანი, რომ აი არაფრის კეთებას არ უნდა მიაჩვიოს. აი ტყუილად რო იყოს და არაფერი არ აკეთოს. რაღაც უნდა აკეთოს. აი ცოტა წიგნიც უნდა წაიკითხოს, ხო არის კლასგარეშე საკითხავი, მხატვრული ლიტერატურა. არ უნდა გავიდეს დღე ისე, რომ რაღაცა მაინც არ წაიკითხოს. ახლა აი მაგალითად ადამიანს საკვები ხო ჭირდება? არა, მაგის გარეშე ხო ადამიანი გამოიფიტება. ადამიანის გონებასაც ჭირდება ყოველთვის საკვები, ანუ ინტელექტუალურად უნდა ვითარდებოდეს. ისევე როგორც ჩვენ სხეულს ჭირდება საკვები, ანუ ვარჯიში. ახლა წარმოედგინეთ, ადამიანი რომელიც სულ ზის და არ გაინძრევა, მისი კუნთები მოდუნდება და არაფრის თავი აღარ ექნება. მაგრამ ვინც ვარჯიშობს, მისი სხეული იწვრთნება პირიქით და უფრო მეტი შეუძლია. გონებაც ეგრეა. და არა მარტო გონება და ჩვენი სხეული, არამედ ჩვენი სული. ანუ სულსაც თავისი საკვები ჭირდება. როცა იქნება, მარხვა იქნება, აღსარება იქნება. ანუ ადამიანი სამივე მხრივ უნდა ვითარდებოდეს. სამივე მხრივ უნდა ვითარდებოდეს, რომ აი რაღაცა ფორმაში იყოს ყველანაირად, ესე იგი. ძალიან კარგია, რომ ადამიანი პატარაობიდანვე ამა თუ იმ სპორტით იყოს დაკავებული. მე არ ვიცი ახლა თქვენ ყველა დადიხართ თუ არ დადიხართ სპორტზე, მაგრამ აი რაღაცა სპორტით უნდა იყოს ადამიანი დაკავებული. ამის მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდეთ. თუმცა თუ ამას მიაღწევთ, ეს ძალიან კარგია თავისთავად. მაგრამ მიზანი არ არის მხოლოდ ეს, რომ ადამიანი გახდეს ჩემპიონი. აი ზოგჯერ იტყვის, რომ მე მაინც ვეღარ გავიმარჯვებ და რა აზრი აქვს ამ სპორტზე სიარულს. და გამარჯვება არ არის ჯანმრთელი სხეული რო გექნება.
გამარჯვება არ არის. შეიძლება არ გამოხვიდე დიდი მეცნიერი, მაგრამ გონება რომ გამჭრიახი გექნება, ბევრი თვალსაჩინო რომ ფართო გექნება. აი იგივე წიგნის წაკითხვით. ეგ პატარა რამეა, გამარჯვება არ არის. ამიტომ აი ამ ხრივაც უნდა ვითარდებოდეს ადამიანი. და აი ეცადეთ რომ რაღაცა ამ ზაფხულის განმავლობაში ყველათ არ იყოს არც თქვენი გონება, არც თქვენი სხეული. სალიკო რატო დაცუნცულეთ? ადგილი ვერ იყო. მე არ ვიცი, ალბათ სპორტზე გითხოვენ ხოლმე ზაფხულის განმავლობაში, არა? თუ როგორ არის? გითხოვენ ხოლმე. მაგრამ თქვენ არ უნდა მოეშვათ მაინც. იმიტომ რომ თავარი გამარჯვება იქ კი არ არის სპორტის წრეზე, სადაც დადიხართ. თავარი გამარჯვება იქ არის, სადაც ვერავინ არ გხედავს და შენ ამას აკეთებ. ბიჭებო, თქვენ რაღაცა ვერ იწყებთ ერთად, მაგრამ ჩემთან. თქვენი მოწყენილობა კი არ მინდა, აი მიდი ლამაზ გოგოებს შუაში ჩაუჯექი მიდი. რაღაცა უნდა გითხრან ყურში, მიდი ჩაუჯექი. ისე რომ მე თუ გახსოვთ გითხარით მოვაწყოთ მეთქი პოეზიის საღამო. გახსოვთ რამდენიმე ბავშვმა დარეკა იმ ნომერზე მე რომ დაგიწერეთ. აი აქ წერია და ეს ძალიან კარგია და დავთქვათ მერე ერთი დღე და ეს მოვაწყოთ და არა მარტო პოეზიის საღამო, ესე იგი ჩვენ ფიქრობთ რომ რაღაცა ლიტერატურული კლუბი დავაფუძნოთ. ხო არის სკოლებში სხვადასხვა საგანში რაღაცა კლუბები არის დაარსებული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ რაღაცას კითხულობდეთ და ერთმანეთს უზიარებდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ თუ ამის სურვილი გექნებათ, ჩვენ შეგვიძლია რომ ერთად რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ. ეხლა რაც შეეხება წერია თუ არა ბიბლიაში იმის შესახებ რომ ელიოზმა მცხეთაში კვართი ჩამოაბრძანა. როდესაც ელიოზმა მცხეთაში კვართი ჩამოაბრძანა, ეს ბიბლიის ტექსტში არ არის შეტანილი, მაგრამ ეხლა ზოგჯერ ადამიანს ჯერა მხოლოდ ბიბლიის. და იმის იქით ეს არის სექტანტური აზროვნება. და იმის იქით რაც მოხდა, არაფრის გაგონება არ უნდა. ეხლა ატენიდან რომ ბავშვები ჩამოვიდნენ ფერისცვალების ტაძარში. ბიბლიაში წერია? ხო არ წერია? მაგრამ ხო ჩამოვიდნენ, აჰა ხო აქ არიან. რაც მოხდა, ყველაფერი ბიბლიაში ვერ ეწერება. გესმით? ანუ ზოგი კითხვის ნიშანს სვამს, თუ ბიბლიაში არ წერია, მართლა მოხდა? გესმით? წმინდა ნინო რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, ბიბლიაში არ წერია. იმიტომ რომ ბიბლია მანამდე დაიწერა. და ესე იგი არ ჩამოვიდნენ და არ განანათლა ჩვენიერი. ასე რომ აი ეს ამბავი ბიბლიაში არ წერია, მაგრამ ეს მოხდა პირველ საუკუნეში, როდესაც ელიოზმა ჩამოაბრძანა უფლის კვართი საქართველოში და სიდონიამ გულში ჩაიკრა და ამ კვართთან ერთად გარდაიცვალა. და ამ კვართთან ერთად არის დაკრძალული სვეტიცხოვლის ტაძარში. მე ახლა არ მგონია რომელიმე არ იყოთ აქედან სვეტიცხოველში. არის ვინმე ისეთი, ვინც სვეტიცხოველში არ არის ნამყოფი. ვინც არ არის ნამყოფი. 2-3 ბავშვი. შენ უნდა გამოვასწოროთ. უნდა წავიდეთ ერთად სვეტიცხოველში, უნდა დაიგეგმოს რაღაც ისეთი. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ამოდანი ბავშვებიდან 2-3 ბავშვია მარტო. მამა, თქვენ ყველაფერი იცითო? ყველაფერი აბა ვინ იცის? მე არ ვიცი ყველაფერი. მე ძალიან ცოტა რამე ვიცი და იმ ცოტა რაღაცასაც, რასაც ვიგებ ხოლმე, თუ კარგია. ვცდილობ რომ თქვენთან მოვიტანო და თქვენც გაგაგებინოთ ის, რაც მე ვიცი კარგი. ისე რომ რაც მე ვიცოდი უკვე კარგი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გითხარით და თუ კიდე რამეს გავიგებ, იმასაც უთქვენოთ არ დავტოვებ იცოდეთ.
ისე რაც მე ვიცი ფაქტიურად თქვენც უკვე იცით. მომართალი. ამოტრიალებულ ჯვარზე პეტრე მოციქული გაეკრა, რათა თავი დამცირებულად ებრძნო. ამოტრიალებული ჯვარიც ხომ ქრისტიანულია. ამოტრიალებულ ჯვარზე კი არ გააკრეს ბავშვები. ჯვარზე გააკრეს, ოღონ თავდაყირა. ეს თვითონ ითხოვა. ანუ ამოტრიალებულ ჯვარზე კი არ გააკრეს. ჯვარი იყო ისევე როგორც არის, ოღონ თავად ითხოვა, რომ მე არა ვარო ღირსი, როგორც ჩემი მოძღვარი, ანუ იესო ქრისტე გაეკრა ჯვარზე, არა ვარ მე ამის ღირსიო, რომ მეც მისნაირად გამაკრათო, არამედ თავდაყირა გამაკარი ჯვარზე და ეს თხოვნა მას შეუსრულეს. ზოგიერთი ადამიანი მას სატანისტურს რატომ ეძახისა? აი, მოხედავთ. რატომ ეძახიან? იმიტომ რომ ჯვარი ამოტრიალებული არ უნდა იყოს ჯვარი. ეს ჯვრის შეურაცხყოფაა. ამიტომაც ეძახიან ალბათ. როდის დაიბადა აკაკი წერეთელიო? მე ეს არ მახსოვს, როდის დაიბადა სამწუხაროდ. როდის დაიბადა, თუ იმას გახსოვთ, შემოგვაშველეთ. თუ იყო ილია მეორე, ილია პირველი ვინ იყო? ილია პირველი იყო პატრიარქი, ზოგს ეშლება ხოლმე და ასეთ რამეს ამბობს. რომ ესე იგი ილია ჭავჭავაძე გონიათ ხოლმე, რადგან იყო ილია ჭავჭავაძე, ანუ ილია მართალი ხოწმინდანად არის შერაცხული და გონიათ რომ ილია მეორე ალბათ იმიტომ ქია რომ პირველი ილია ჭავჭავაძე იყო, არა. აქ საუბარია პატრიარქზე. იყო პატრიარქი ილია პირველი. და იყო პატრიარქი ილია მეორე. ისევე როგორც ახლა არის პატრიარქი შიო მესამე, რადგან არსებობდა შიო პირველი და შიო მეორე, თუ არ ვცდები ეს მე 16 ან მე-15 საუკუნეში იყო შიო პირველი და შიო მეორე. თუ არ ვცდები. სამოთხე როგორია? რა არის მნიშვნელოვანი ქრისტიანების? სამოთხე იცი როგორია? აი მაგალითად გახსოვთ მამა პაისის ნაამბობი. სამოთხე და ჯოჯოხეთს რო ადარებს, ესე იგი, აი რომ ესე იგი რაღაც ხილვა ჰქონდა ესეთი. და წარმოიდგინეთ, რომ აი დავუშვათ პირველად ნახა ჯოჯოხეთი. და რა ხდებოდა? ნუ ალეგორიულად არის გადატანითი მნიშვნელობით, არა პირდაპირი მნიშვნელობით. ბევრი რამე შეიძლება ითქვას სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, სახარებიდანაც უამრავი რამ არის ცნობილი, თუმცა თავისთავად ცხადი ზედმიწევნით იმას ვერავინ ვერ ახსენებს. ჩვენ იმდენი ვიცით, რამდენიც უფალმა ჩვენ გამოგვიცხადა ამის შესახებ. ეხლა რას ამბობს ეს წმინდა მამა? ამბობს, რომ იყო სუფრა გაშლილიო, შუაში კერძი იდგა, ყველას თავისი თებშები ჰქონდათ და ყველას ჰქონდა ძალიან გრძელტარიანი კოვზები. და აი ხელი რო ეკიდათ, ესე პირთან ვერ მიჰქონდათ. ძალიან შორს იყო ამ კოვზის ბოლო და ვერ ჭამდნენ. ყველა იყო მშიერი, გაწამებული. სხვა ესეთი ამბავიც არის, რომ მაგიდას გარშემოუცდნენ, მაგრამ ხელებს იდაყვებში ვერ ხრიდნენ. აი ხელი თუ არ მოხარე პირთან ხო ვერ მიიტან, ხო ვერაფერს ვერ შეჭამდა. აი ესე ხელი ჰქონდათ გაშეშებული. მეორე მე ნახა სასუფეველი. იმ სასუფეველში იქაც სუფრა იყო გაშლილიო, იქაც თებშები ჰქონდათ, იქაც გრძელტარიანი კოვზები, ან ხელები, რომელსაც ვერ ხრიდნენ, მაგრამ იქ ყველა დაყურებული იყო, ყველა იღიმებოდა, ყველა რაღაც კარხასიათზე იყო. და რა იყო მთავარი გამსაზღვრელი, იცით? ჯოჯოხეთში ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა, რომ თვითონ შეეჭამა და ვერ ჭამდა, პირთან ვერ მიჰქონდა ეს გრძელტარიანი კოვზი. ან ხელი რო გაშლილი აქვს და ვერ ხრის, პირთან ვერ მიჰქონდა. მაგრამ სასუფეველში ერთმანეთს საჭმევდნენ. აი თუნდაც იმ გაშლილი ხელით რო არ მოხარო. ხო შეიძლება სხვის პირთან მიიტანო ხელი. ან ის კოვზის ხას აჭამო და იქ ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა. აქედან გამომდინარე, ნახე რა გამოდის სასუფეველში იქნებიან ის ადამიანები, ვინც აქვე ისწავლა, რომ ერთმანეთზე იზრუნოს. და ვინც მხოლოდ თავის თავზე ზრუნვა ისწავლა,
ამას ეგოიზმი ქვია. ეგოიზმი მხოლოდ საკუთარ თავზე რო ფიქრობს. ეგეთი ადამიანის ადგილი არ ყოფილა სასუფეველში. და სასუფეველი იქ კი არ იწყება, აქვე იწყება. აი დაუშვათ ოჯახში არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ. ერთმანეთს დაუშვათ აი ნახეს რომ რაღაცა გაუფუჭდა თავის ძმას თუ დას. ჩუმად რო ადგება და რომ შეაკეთებს, რომ გაუსუფთავებს დაუშვათ ფეხსაცმელს რომ აი რო ადგე ჩუმად ღამით და ფეხსაცმელები რომ დაუწკრიალო, გაუსუფთავო. აი ეგ არის სასუფეველი. ერთმანეთზე ზრუნავენ ადამიანები. მაგრამ თუ ყველა მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს, იქ არავის სიხარული არ ექნება. და ეგ არის ჯოჯოხეთი. გარდა ამისა სახარებაში წერია რომ ისეთი სიხარული ელოდება ადამიანს სასუფეველში, რომ აქ ამ მიწაზე ეგეთი არავის არ განუცდია, არც ერთი ადამიანის გულს არ განუცდია. და ჯოჯოხეთში კიდევ ისეთი ტანჯვა ელოდება ადამიანს, აი ცეცხლი რო გწავდეს და რომ ჩაუქრობელი იყოს ეს ცეცხლი, მატლი რო გჭამდეს და რომ ესე იგი მატლი დაუძინებელი, რო არ კვდებოდეს ეს მატლი. წარმოიდგინეთ, აი როგორი ტკივილია და ეს ტკივილი რომ არ თავდება. ეხლა ამ წუთის ოფეში ნებისმიერი ტკივილი, გოგონებო, ნებისმიერი ტკივილი მთავრდება. მაგრამ და სიხარულიც მთავრდება. მაგრამ სასუფეველში სიხარული არასოდეს მთავრდება და ჯოჯოხეთში კიდე ტანჯვა არ მთავრდება. გახსოვთ, მამამ რო თავის შვილებს დაუწერა, ესეც გაივლისო, რომ უჭირდათ. გაჭირებულები რო იყვნენ და რო ენუგეშებინა, ოთახში დაწერა დიდათ, რომ ესეც გაივლისო. არა, სულ ასე არ იქნებაო. ყოველთვის ასე არ იქნებაო, გახსოვთ, რომ დაუწერა. მერე გაიზარდნენ, დაუჯახდნენ, კარგად არიან, აღარ უჭირთ. და ფიქრობენ რომ მოდი ჩამოვხსნათ ეს ფურცელი. თავისი საქმე ხო გააკეთაო, ხო გასაჭირი აღარ გვაქვს, ახლა ხო სიხარული გვაქვს. მოდი ჩამოვხსნათო, მამას ეუბნებიან და მამამ უთხრა, არაო შვილო, არც ყოველთვის ასე არ იქნებაო. ანუ რა ხდება, ამ წუთის ოფელში არც სიხარული და არც წუხარება მუდმივი არ არის. ყველაფერი გაივლის. და შეიძლება, მაგრამ აი სასუფეველში სიხარული არასოდეს შეიძლება მწუხარებით. და არც ჯოჯოხეთში შეიძლება მწუხარება სიხარულით. და ვინ ირჩევს მაგას? ჩვენ თითოეული ადამიანი ვირჩევთ მაგას. როგორი ცხოვრების წესით იცხოვრებ, რას აირჩევ? შენზეა დამოკიდებული, რას აირჩევ. და რასაც აირჩევ და მიყვები, ის გექნება საბოლოო ჯამში. ახლა მაგალითად, ახლა მიმდინარეობს პეტრე პავლობის მარხვა. 4 დიდი მარხვა არსებობს, თქვენ იცით, ეს არის ქრისტეშობის, აღდგომის მარხვა, პეტრე პავლობის და მარიამობის შემდგომ აგვისტოში იქნება. აი მარხვა რო იწყება, განა მე არ ვირჩევ რომ ვიმარხულო თუ არ ვიმარხულო. ხომე ვირჩევ, ჩემს ნაცვლად ხომ არავინ არ აირჩევს. გაჭირებული ადამიანი რომ გეგულება, განა შენ არ ირჩევ იზრუნო თუ არა, დაეხმარო იმ ადამიანს თუ არა? ხო შენ ირჩევ. დედა რო რაღაცას გეტყვის, გაუგონებ თუ არ გაუგონებ, ხო შენ ირჩევ. მეგობარს რაღაცა მწუხარება, ხო შენ ირჩევ, ანუგეშო თუ არ ანუგეშო, და შენ ირჩევ ფაქტიურად. შენ საბოლოო ხედრსაც სასუფეველს თუ ჯოჯოხეთს შენ ირჩევ ადამიანი და შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, გამორიცხული. შეიძლება მოგეხმაროს, შეიძლება მაგალითი გიჩვენოს როგორ გააკეთო, შეიძლება სიტყვითაც დაგარიგოს, მაგრამ შენს გასაკეთებელს ის ვერ გააკეთებს. აი რო ამბობდით წაღან ბიჭებო, ატენიდან რო ხარ, ფეხბურთზე დავდივართო, ხო? მწვრთნელი ხო გეუბნევათ, ახლა ასექენი, იქით პასი მიეცი, ახლა უკან დაიხია თუ შეუტიათო. მაგრამ გინახიათ რომ მწვრთნელი თქვენს ნაცვლად შემოსულა მოედანზე და უთამაშია, რაღაც თამაში რო გაქვთ ხოლმე სხვა გუნდთან, ის ვერ ითამაშებს. ან მეგობარი რომელიც საგულშემატკივროდ გამოყვა, ან მშობელი კი გეუბნება იქიდან ასექენი, ისექენი, შეგაგულიანებს, მაგრამ შენს გასაკეთებელს აი პენალტი უნდა დაარტყა. ვინ შემოა ხა? ბებო წამოყვარო, უნდა გიგულშემატკივროს. შემოა და დაარტყავს? ვერ დაარტყა. შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო. სხვები გირჩევენ, იმიტომ რომ უყვარხარ.
მაგრამ შენს ადგილზე შენს გასაკეთებელს მხოლოდ და მხოლოდ შენ აკეთებ და ეგ არის მაცხოვნებელი. ან პირიქით დამღუპველი. ისე რომ ვინც რას ეძებს, იმას იპოვის, ვინც რას აირჩევს, ის ექნება. რა არის მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის? ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დაკარგონ ქრისტესადმი ერთგულება. ჯერ მოიპოვონ ეს ერთგულება და შემდეგ არ დაკარგონ. აი ჩვენ 1700 წელია ქრისტიანები ვართ, მთელი ერი. და ჩვენმა წინაპარმა ეს არ დაკარგა. ეწამებოდნენ. აი სიკვდილზეც კი მიდიოდნენ, მაგრამ ამაზე უარს არ ამბობდნენ. ესმით? ამაზე უარს გახსოვთ 100,000 მოწამე 1227 წელი მეტეხის ხიდზე თბილისში. არც ერთმა არ დააბიჯა ხატებს ფეხი. ხომ უთხრა ჯალალედინმა რომ ესე იგი ვინც ხიდზე რო გამოიტანეს ხატები მაცხოვრის და ღვთისმშობლის, ვინც ფეხს დააბიჯებს და გადავა ცოცხალს დავტოვებთ. იქ არავინ ფეხი არ დააბიჯა. როგორ? მოდიში, არც დროშას, ხო? საერთოდ დროშა, ჰიმნი, გერბი არის ქართველი ადამიანისთვის სიწმინდე. და არ გახსოვთ და რამდენი ესეთი შემთხვევა ყოფილა, რომ ქრისტეს რჯულის ერთგულებისთვის ადამიანები ეწირებოდნენ, ვისაც რა ასპარეზზე მოუწია ყოფნა. ზოგმა იმაში გამოხატა ქრისტესადმი ერთგულება, რომ ვაშკაცურად და ღირსეულად იცხოვრა. არ დაუდგა მას მოწამეობრივი აღსასრულის წინაშე, არ დადგა, ეგ არჩევანი არ ქონია მას. მაგრამ წავიდა და მონასტერში იცხოვრა სიწმინდით. ვიღაცა დაოჯახდა და თავის ოჯახში იცხოვრა ღირსეულად. კარგი შვილები აღზარდა. გესმით? ამიტომ აი ჩვენ იმითი უნდა უერთგულოთ უფალს, რა ასპარეზზეც ვართ. აი თქვენ მაგალითად სკოლის მოსწავლეებმა რითი უნდა უერთგულოთ, იცით? სკოლაში რო ყველას ისე მოექცევი, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ, ესეც უფლის მცნებაა, ღვთის სიტყვებია, რომ შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. თუ ყველას ისე მოექცევი, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ, ჩათვალე რომ შენც აი მოწამეებივით, ვინც ბოლომდე უერთგულეს უფალს, აი შენც მათ ემსგავსები. გესმით? ანუ სიბოროტით რო არ გადაუხდი, სამაგიოროს რო არ გადაუხდი, დაუშვათ რომ არ დაგენანება რაღაცა, ან თუ დაგენანება შენდობას ითხოვი მის გამო. ეგეც უკვე ჩვენი მხრიდან იქნება, რომ ჩვენ ქრისტეს რჯულის ერთგულები ვართ. ყველა თავისი ასაკის მიხედვით. როგორ უნდა მოვიქცე, როცა ვბრაზდებიო? უნდა ამოხტე ტანსაცმლიდან. და მერე რო დამშვიდები, მიხვდები რომ ეგ რა გავაკეთე. ნეტა არ გამეკეთებინა ეგ რაც გავაკეთე. ამიტომ მეორეთი რო გაბრაზდები, მიხვდები რომ ისი აღარ გააკეთო როგორც მაშინ და რო შერწყი. გესმით? მაგრამ ერთბაშად მაგას ვერ შეძლებ. ახსარების გარეშე ვერ შეძლებ, რომ რისხანება ესე იგი გაქრეს შენში. რისხანება ადამიანში თანდაყოლილია. ესე იგი გულის წრომითი ნაწილი ადამიანის სულის ნაწილია და მაგრამ ნახეთ ეს რისხანება მოყვასის მიმართ კი არ უნდა გქონდეს ჩვენ. რისხანება უნდა ცოდვის მიმართ გქონდეს. ცოდვა თუ არ შეიძულა, იმას ვერ დაანებებ თავს. ისე როდესაც განრისხდები და გაბრაზდები, არა? ეცადე რომ სანამ არ დამშვიდდები, არაფერი არ თქვა. ასეთი გამოთქმა არსებობს, ნახეთ, გაბრაზებული, ნუ დაემუქრებიო და გახარებული, ნუ დაპირდებიო. რატო? იმიტომ რომ გაივლი შენი მრისხანება და რომ დაემუქრე ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ხვდები რომ ამის გაკეთება ნამდვილად აღარ გინდა და სისულელია ხვდები, მაგრამ მაშინ დაემუქრე. ან გახარებული ხარ და რაღაცას დაპირდები. გავა დრო და მიხვდები რომ ისე აღარ გსიამოვნებს იმის გაკეთება, რაც გახარებულმა დადე პირობა. მე დიდი ბებო მყავდა, ნინა ბებო ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს, ანუ ათეისტური რეჟიმის, უღმერთო რეჟიმის დროს გაიზარდა,
ესე იგი 1920-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე საერთოდ ჩვენს ქვეყანაში იყო სრული უღმერთობის პროპაგანდა. იმ დროს გაიზარდა, მაგრამ ნახე როგორი ადამიანი იყო, მორწმუნე ადამიანი იყო, მიუხედავად ყველაფრისა და ასე დაგლოცავდა ხოლმე. შვილო, რაც დამშვიდებულ გულზე ინატრო, ღმერთმა ყველაფერი შეგისრულოს. ეხლა გაბრაზებული გული ხო არ არის დამშვიდებული და არც გახარებული გული არ არის დამშვიდებული. იმიტომ რომ გიხარია, მაინც გული რაღაცნაირად აფორიაქებულია. ბოლომდე ვერ აწონდაწონის სწორად. და დამშვიდებული გული ყველაფერს აწონდაწონის და ესე გააკეთებს. ამიტომ ვეცადოთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამშვიდებულ გულზე მივიღოთ, არც გაბრაზებულმა და არც ძალიან გახარებულმა. პირველი ღმერთმა რომ შექმნა სამყარო და ღმერთმა ყველაფერი შექმნა. ზოგი რამ მე ღმერთის მიბაძვით ადამიანმა შექმნა. იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მას მისცა შემოქმედებითი უნარი. აი სიტყვაზე ღმერთმა თუ ფრინველი შექმნა, ადამიანმა მისი მიბაძვით რა შექმნა? თვითფრინა. ხო ძალიან გავს. ხო და აი ესე რაღაცა ღმერთმა შექმნა და მე ადამიანში არის შემოქმედებითი უნარი და რაღაცა ადამიანმა შექმნა. ღმერთი არავის არ შეუქმნია, ღმერთი ყოველთვის იყო, არის და იქნება. როდესაც ჩვენ რაღაცაზე ვფიქრობთ, ღმერთი ხდებაო, ღმერთი ყველაფერს ხდება. აი ჩათვალე რომ რაც გაიფიქრე, აი ღვთის წინაშე ყველაფერი არის ცხადი, ყველაფერი ცნობილია. ამიტომ ჩვენ მარტო ჩვენი ქმედება კი არ უნდა იყოს მოწესრიგებული, არამედ აი ჩვენი ქმედება თუ მოწესრიგებული, ასეთ ადამიანს ქვია ზნეობრივი ადამიანი. და თუ ქმედება არ არის მოწესრიგებული, ესე იგი უზნეო ადამიანი, არა? მაგრამ ზნეობრივ ადამიანზე მეტი არის წმინდა ადამიანი. როგორია წმინდა ადამიანი? ვინც ცდილობს, რომ გონებაშიც კი არ გაივლოს სხვაზე არაფერი ცუდი. ეხლა შენ შეიძლება ვიღაცას უთხრა რა თავაზიანად, მაგრამ გულში სულ სხვა რამეს ფიქრობდი. კი, ზნეობრივად გამოჩნდები, მაგრამ წმინდა ადამიანად ვერ გამოჩნდები. წმინდა ადამიანი არ არის, ვის გულში თუ გონებაში ცუდი აზრი არ გაიელვებს. შეიძლება აზრები მოდის ცუდი, მაგრამ ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს მათთან, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ ამ აზრებს ვიღებთ, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ჩვენში პრობლემაა. მაგრამ ჩვენ თუ ამ აზრებს ვებრძვით და არ გვინდა რომ ჩვენ ეს აზრი გქონდეს, ეგ უკვე წმინდა ადამიანის თვისებაა. მამაო რა ქვია თქვენს მშობლებსო? მამას ქვია მურმანი, დედას მაია. ხოდაშორის დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. ამ ყველაფერს რომ მორჩები, წავასხავ ჩემს შვილებს და ჩავალ და მიულოცავ. რა რთულია ადამიანი რომ მამაო გახდესო? იცით რა არის, თუ ღმერთი ინებებს რომ გახდეს, მაშინ ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილზე იქნება. თუ ღმერთს არ უნდა რომ შენ მოძღვარი გახდე, შენ რამდენიც არ უნდა ეცადო, ამაო იქნება. ამიტომ ჩვენთვის თავარი რა არის, ნახეთ, გამოიძიო ღვთის ნება. რა არის ნება ღვთისა? რა ნებავს შენგან ღმერთს? შეიძლება ღმერთს შენთვის სულაც არ უნდა ის რომ მოძღვარი გახდე. შენ შეიძლება მათემატიკოსი უნდა გახდე და ამითი ემსახურო შენ სამშობლოს. ვიღაც ექიმი უნდა გახდეს. ვიღაც სპორტსმენი უნდა იყოს. გესმით? მაგრამ რასაც აკეთებ, პატიოსნად რომ აკეთებ, ეგ იგივე ღვთისმსახურებაა. შენს ადგილზე, შენ საქმეს რომ პატიოსნად და კეთილსინდისიერად აკეთებ, ეგ შენი მხრიდან ღვთისმსახურებაც არის და შენი სამშობლოსადმი მსახურებაც არის. ახლა მაგალითად აი ჩვენ სამშობლოში
ყველა რომ თავის საქმეს პატიოსნად აკეთებდეს, აი თავზე დგომა რო არ ჭირდებოდეს, რომ ამას მართლა ესე გააკეთებ თუ მიაფუჩეჩებ, ჩვენი სამშობლო შვებით ამოისუნთქებთ. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ესე არ არის. რატო არ არის ესე? ადამიანი არ აკეთებს რაღაცას კეთილსინდისიერად. რატო? იმიტომ რომ კეთილსინდისიერად რომ აკეთებ, მეტი შრომა ჭირდება და ნაკლებს გამოიმუშავებ. და რომ მიაფუჩეჩებ, ნაკლებ დროში უფრო მეტს გააკეთებ, მეტს აიღებ ხელფას სიტყვაზე, მაგრამ ეგ ისეთი გემრიელი არ იქნება და არც ღირსეული. ამიტომ სულაც არ უნდა გჭირდებოდეს, რომ უფროსი გადგეს თავზე და მაშინ აკეთო. როცა არავინ არ გადგია თავზე, შეუნდა იცოდე, რომ ღმერთი გიყურებს და სულაც რომც არ გახსოვდეს, რომ ღმერთი გიყურებს, შენი პატიოსნება ის არის, რომ არ გაუკეთო სხვა ადამიანს ისეთი რამე, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთოს. ასეთი ამბავია. როცა ჩვენ რაღაცაზე ეს ხო ვთქვით, თუ ის კიდე სხვა რაღაცაზე ვფიქრობთ, ღმერთი ხდება, ეთყობა სხვაც იყო კიდე ასეთი. კი, ღმერთი ხდება, ამიტომ ჩვენ ფიქრებშიც უნდა წმინდად ვიყოთ. რამდენი წლის ხართ? 39-ის ვარ. 39-ის. კინაღამ 40. მამა თქვენ ეს ხო წავით. რატო გაიკვიროთ? ბევრია თუ ცოტა? ცოტა? ბევრი? ხო და ვინც ფიქრობთ, რომ ბევრია და ვინც ფიქრობთ, რომ ცოტაა, შეაჯამეთ, შუაზე გაყავით და იქ გამოვა რაც იყო. საშუალო გამოითვალეთ და მივალთ ჭეშმარიტებამდე. საქართველოში რამდენი მონასტერია, ნამდვილად არ ვიცი. ეს იყო შეკითხვა. როგორ შეიქმნა მთვარე? მზე ღმერთმა შექმნა მთვარეც და მზეს. საინტერესო შეკითხვა. ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა გვითხრა, რომ როდესაც ადამიანი მამაო ხდება, თავის ქალაზე ღმერთი ჯვარს უსახავსო, მართალიაო? თქვენი აზრით თქვენ გექნებათ გამოსახულიო? მე ამას ვერ ვნახავ, მაგრამ ერთადერთი მე ვარ, ვინც ამას მე ვერ ვნახავ. თქვენ კი ჯერ იმ ასაკში ხართ, რომ დრო რო გავა, თქვენ ამის ნახვის უფლება ალბათ გექნებათ. თუ ღმერთი ინებებს. თქვენ რომ ჩვენს ადგილზე იყოთო, რა შეკითხვას დაუსწავდით საკუთარ თავსო? არ ვიცი რა შეკითხვას დაუსწავდი. მე იცი რა შეკითხვას დაუსწავდი საკუთარ თავს? შენ რო სკოლაში ცუდად სწავლობდი, რა უფლება გაქვს, რომ ამდენ ბავშვებს ასწავლი? აი მაგ შეკითხვას დაუსწავდი და პასუხს ვერ გავცემდი, უბრალოდ გავწითლდებოდი და აბა რა უნდა მეთქვა. ამიტომ გირჩევთ, რომ თქვენც რო ეგ არ დაგემართოთ. ეხლა მე ყველა საგანი შეიძლება არ ისწავლო ადამიანი. მაგრამ აი რაც ქართველ ადამიანს ჭირდება, ის ნამდვილად ყველამ უნდა იცოდეს. სიტყვაზე ვამბობ, აი ამა თუ იმ პროფესიას რომ გინდა დაეუფლო, ის კონკრეტული საგანი უნდა კარგად შეისწავლო. მაგრამ იმ ყველაფერთან ერთად ქართული ენა და ისტორია კი ნამდვილად უნდა შეისწავლო. მიუხედავად იმისა, ამ პროფესიით შენ აგრძელებთ, შეიძლება ფილოლოგი არ გამოდიხარ, მაგრამ ქართული ენა და საქართველოს ისტორია ნამდვილად უნდა იცოდე. იმდენი მაინც რომ რაღაცა ზოგ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია უცხოელებმა უფრო იციან. ეს არის ჩვენი სირცხვილი. ამას წინათ იყო, ესე იგი, არ ვიცი, ბავშვები. ამას წინათ იყო, არ ვიცი, იაპონელი იყო თუ ჩინელი, არ მახსოვს. რაღაცა ეს იყო ინტელექტუალური
გადაცემა შეკითხები რო აქვამე რაღაც. არ მახსოვს რა გადაცემა იყო, მაგრამ რაღაცა ქართული ლიტერატურიდან შეკითხვას უსვამდნენ და ვაჟა-ფშაველას ლექსები და პოემები ისე კარგად იცოდა. აი სტუმართ მასპინძელი თუ ალუდა ქეთელაო წარმოედგინე. ეს შეიძლება ქართველმა ადამიანმა არ იცოდეს. დაიღალეთ? დაიღალეთ. კარგი, გაგათავისუფლებთ. ესეთ შეკითხვებია? რა? თქვენ ხო არ გინდათ რამე რო თქვათ? შეკითხვა ხო არ გაქვთ? სტუმრებო. საქართველოს კათოლიკე პატრიარქი როდის დაიღუპა? საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არ დაუყულა და ის არც არასოდეს დაიღუპება. გარდაიცვალა? ხო, როდის? წელს გარდაიცვალა 17 მარტით, როგორც მახსოვს. 17 მარტი. რა? ხოდის? იცი რა არის? ადამიანს თავისუფალი ნება რომ არ ჰქონდეს. ადამიანის ნებისმიერი საქციელი, კარგი საქციელი ფას დაკარგავდა. ფას დაკარგავდა უბრალოდ და მაშინ გამოვიდოდა რომ ბოროტება სიკეთეზე გაიმარჯვებდა. შენ გაქვს შესაძლებლობა გააკეთო სიკეთე, გაქვს შესაძლებლობა გააკეთო ბოროტება, მაგრამ რადგან ღმერთმა წინასწარ იცის, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ რაიმე ჩარჩოებში ხარ მოქცეული. შენ ირჩევ მაგას. გესმის? შენ უნდა აირჩიო. შენ გეძლევა შესაძლებლობა აირჩიო. ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა იქნება. ღმერთი კი ყოვლის ცოდნია. ეს ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. აი ამ სიღრმეს ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება. მაგრამ აქ თავად იცით რა არის, რომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რატომ მომეცა თავისუფალი ნება. პირიქით, ეს ერთ-ერთი ნიშანია ქრისტესადმი მსგავსების. თავისუფალი ნება თუ არ მიეცემოდა ადამიანს, რა აზრი ექნებოდა, რომ აი ვიღაცამ თავი გაწირა, გმირობა გამოიჩინა. თუ ის უბრალოდ იძულებული იქნებოდა ასე გაეკეთებინა, მისი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ამ საქმეში. ან რატო უნდა დასაჯო ადამიანი, რომელმაც ბოროტება ჩაიდინა? აი დავუშვათ ადამიანებს თავისუფალი ნება ჩამოართი. ვიღაცას ეხმარება. მაგრამ არა მისი არჩევანით, არამედ უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლია. იქნება ეს სიკეთე, არ იქნება სიკეთე. სიკეთე მაშინ არის ამათ თუ ესე თუ ის ქმედება, როცა შენ ირჩევ და მერე ცდილობ გააკეთო. და ყოველგვარი სიკეთე ჩამოერთმეოდა მაშინ ადამიანს. და თავისუფალი ნება კიდევ იმიტომ მიეცა ადამიანს, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. აი ღვთის ხატად რომ შეიქმნა, ერთ-ერთი არის სწორედ თავისუფალი ნება. არის გონიერება და არის უკვდავი სული. და ადამიანი ღმერთს უნდა ემსგავსებოდეს. ანუ ღვთის სათნოებები უნდა შეიძინოს და თუ თავისუფალი ნება არ ექნებოდა, როგორ შეიძენდა ამას? თვითონ უნდა გადაწყვეტა. აი ადამს და ევას მაგალითად ხო უთხრა ღმერთმა, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან არ ჭამოთ. მაგრამ ეს ხე რაიმე გალიაში რომ მოეთავსებინა ღმერთს, სადაც ადამი და ევა ვერ მივიდოდნენ და არ შეჭამდნენ ამას. მათი სიკეთე ამით სულად წარმოწდებოდა. აი მაგალითად, ეხლა მე რომ გავიდე ოთახიდან და რომ გითხრათ, რომ ბავშვებო, ცოტა ხანი აქ იყავით, არ გამოხვიდეთ მეთქი. და გარდა რომ კარი დამეკეტა. ან მეორე შემთხვევაში რომ გავსულიყავით და კარი ღია დამეტოვა და მეთქვა რომ არ გამოხვიდეთ მეთქი. რომელ შემთხვევაში უფრო გამოჩნდებოდა, რომ თქვენმე დამიჯერეთ. როდესაც კარი ღია იქნებოდა, აი მაგაზე, კარი რომ დამეკეტა, ესე იგი მე თქვენ თავისუფლებას ჩამოგართმევდით. თქვენ არჩევანი აღარ გექნებოდათ. სულ ყვები ხოლმე. უნივერსიტეტში რაღაცა ცოტა მასხარაობდით სტუდენტები ლიფტი გავჭედეთ, რა ვიცი, ძალეთ თურმე როგორც იყო. მოვიდა შემკეთებელი და გვეუბნება, ეხლავეო ხელსაწყოებს მოვიტანო. არსად არ წახვიდეთ, ეხლავე მოვალახეთ და
რა რომ მოვიდა და იქ დავხვდით, იმიტომ დავხვდით, რომ დაუჯერეთ. დაგეტილი იყო და სადმე წავსულიყავით. აი ღია რო ყოფილიყო და იქ დავხვედროდით. ეგ იქნებოდა რომ ჩვენ დაუჯერებდით. იაჰოველის მოწმეებისა და ქრისტიანების წესჩვეულებები ვითი განსხვავდება ერთმანეთისგან? ძალიან ბევრი რამით. საერთოდ მოდი ესე ვთქვათ. ძალიან მოკლედ ვიტყვი. საერთოდ იაჰოველებს რო ვამბობთ, ეგეც არასწორია. იაჰვე ერთ-ერთი სახელია ღვთისა. ეგენი სინამდვილეში არიან რასელისტები. ამერიკაში იყო ერთი ასეთი პიროვნება, ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელიც თავიდან სხვა სექტაში იყო, თვითონ რომელიღაცა სექტის მიმდევარი იყო, მერე იქიდან გამოვიდა და ჩამოაყალიბა ასეთი სექტა. და ამ სექტასაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა. და უბრალოდ ზოგადად რა მინდა ვთქვა, რატო არის მცდარი მათი შეხედულებები. ეხლა მე მათ შეხედულებებს ესე დეტალურად არ განვიხილავ, აქ მაგის დრო არ არის, მაგრამ ზოგადად ვიტყვი. ქრისტემ თავის მოწაფეებს, აი მოდით დაფაც გამოვიყენოთ. აი დავუშვათ იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე. თავის მოწაფეებს გადასცა სწავლება. რა სწავლებაც ქრისტემ თავის მოწაფეებს გადასცა პირველ საუკუნეში. ის სწავლება მართლმადიდებელმა ეკლესიამ შემოინახა დღემდე. არ შეუცვლია არაფერი. გესმით, თქვენ შეგიძლიათ ჩაიხედოთ, შეისწავლოს მართლმადიდებლობა და ამას აღმოაჩენთ. ეხლა რა ხდება? აი დადგა მე-11 საუკუნე, 1033-34 წლები. აი ამ ერთიან კრებულს გამოიყო რომის ლათინურ ენოვანი ეკლესია. არსებობდა აღმოსავლეთის ბერძნულ ენოვანი ეკლესია და არსებობდა რომის ლათინურ ენოვანი ეკლესია. მანამდე, აი ამ დრომდე ერთნაირი სწავლება ჰქონდა ყველას, გულისხმობ ქრისტიანებს. აი ამ წლებში რომის ლათინურ ენოვანი ეკლესია გამოეყო ამას, თავის სწავლებაში რაღაცეები შეცვალა, თავის თავს კათოლიკები უწოდეს, კათოლიკები ხო გაიგონეთ, აი ამ დროს მოხდა მათი გამოყოფა. და მართლმადიდებლებმა არაფერი არ შეცვალეს, გააგრძელეს თავის სწავლება ერთ წუთი მეგობარო. კათოლიკები ამას გამოეყვნენ. მე ამ კათოლიკურ წიაღში ჩამოყალიბდა აი პროტესტანტიზმი, გაიგონიათ? ხო, ნახე? აი ამ კათოლიკურ წიაღში გერმანიაში იყო მარტინ ლუთერი, სადღაც იყო კალვინი, კალვინისტები, ანგლიკანები. მე ამ პროტესტანტებში ჩამოყალიბდა 10,000-ობით სექტა. და ერთ-ერთი მათგანი არის, რაზეც ახლა შენ ლაპარაკობ. და ზოგიერთი მე-17 საუკუნეში, ზოგი მე-18, მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. და ახლა როგორ ვფიქრობ ჩვენ რომ ვიღაცამ რომ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა ჭეშმარიტება, დანარჩენი 19 საუკუნე რაც იცოდნენ, ეგ არაფერს არ ნიშნავდა. ანუ რაც ქრისტემ ასწავლა ადამიანებს და იმათ გადასცეს თავის მოწაფეებს, ეგ არაფერია და მე-19 საუკუნეში რომ თუ მე-18-ში რასელმა რაღაცა თქვა, ეგ არის მთავარი? ესე რომ ესე იგი, თან ჩვენ თუ დავაკვირდებით ამის შინაარს, ახლა მე ვიცი პატარებისთვის ცოტა ესეთია, შეიძლება თქვენი გონება ვერ მოსდევს იმას, რაზეც მე ვლაპარაკობ, მაგრამ როდესაც 313 წელს შეწყდა ქრისტიანთა დევნა, მილანის ედიქტი გამოიცა კონსტანტინე დიდის მიერ. აი აქედან მოყოლებული უფრო ფეხი მოიკიდეს ცრუ სწავლებებმა, ერესებმა და მერე შემდგომში იმ რაზეც ახლა ჩვენ ლაპარაკობთ, ანუ ნახე რა ხდება. ეშმაკი თუ თავიდან מחვილით და ხმლით უტევდა ქრისტიანებს რომ შეეშინებინა და ასე ეთქმევინებინა ქრისტეზე უარი და ეს არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ქრისტიანების წამებით ქრისტიანები არათუ იკლებდნენ, არამედ მათი რიცხვი უფრო მეტად მრავლდებოდა, იმიტომ რომ შეხედავდნენ ადამიანს როგორი ერთგული და მტკიცეა ქრისტეს მიმართ, არა? ქრისტეს ერთგულებით გამოირჩევა.
კი არ ეშინოდათ ხალხს. პირიქით წარმართებსაც მოსწონდათ ეს და მე რწმენაში მოდიოდნენ მისი მაგალითი და თუ ერთ ქრისტიანს კლავდნენ, შეიძლება 10 და 100 წარმართი ქრისტიანი გამხდარიყო. და უფრო მეტიც ყოფილა ესეთ შემთხვევა. ანუ ეშმაკმა მოიფიქრა, ამითი არ გამოგვივიდა არაფერი. მოდი ახლა ცრუსწავლებებით დავღუპოთ ადამიანები და უამრავი ცრუსწავლება გამრავლდა იმის შემდეგ. ამიტომ ადამიანს უნდა ქონდეს ორი მთავარი რამ. ერთი სწორი რწმენა და მეორე სწორი ზნეობრივი ცხოვრება. ეს ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. სწორი ზნეობრივი ცხოვრება სწორი სარწმუნოების გარეშე არ არსებობს და პირიქით. ვერც სწორი სარწმუნოება გექნება, შენ თუ სიწმინდით არ ცდილობ რომ იცხოვრო. ეს ძალიან მოკლედ. მაგალითად თუ დაგაინტერესდება, მე კიდევ ბევრი ვილაპარაკოთ. ილია მეორე, რომელიც დაიბადა. 1933. ერთი წლის შემდეგ ილია მეორე სამოქრიანდა. ნახავენოდა. თუ ჭრხიანი იქნება, მაშინ დაეღუპავდა. თუ ისევ ჩაულებრივად იქნება, მაშინ ჭრხალია. ჩვენ არ ვიცით როდის გაიხსნება მისი საფლავი, მაგრამ მე მთელი გულით მწამს, რომ ის ძალიან წმინდა ადამიანი იყო და მისი წმინდანად შერაცხვა აუცილებლად მოხდება. მე მთელი გულით მწამს. მე ამას არასოდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ. აი, ჩემს გულშიც კი არ ვაყენებ, თორე ის კი არა გამოვიდე და სადმე რაღაცა თქვა. არა უფლება მაქვს, მაგრამ თავარი იცი რა არის, ვის გასცე პასუხი, თავარი იცი რა არის, შენს თავში გასცე შენ თავს პასუხი. ეგ არის ყველაზე მთავარი. რა? ბიბლიაში ხო წერია, რომ ქრისტემ წავიდა და 40 დღე იშიმშილა. არის შიმშილა იმარხულა. იმართულა. გინდა შიმშილი დავარქოთ, ხო არაფერი არ ჭამა და არაფერი არ. ყველა სხვა ქვეყნები იძახიან, რომ სად იყო მაგ დროს ქრისტე. მარტო ქართველები რატო იძახით იმას, რომ ქრისტე მაგ პერიოდში საფრანგეთის ტერიტორიაზე იყო. არ ვიძახით მაგას ქართველები. როგორ მაგას იძახით ყველა, რომ აი მე არ ვიძახ. რატომ წამებთ ის? არ ვიტყვი ეგეთი რამ. ქართველები მაგას არ იძახიან. როგორ იქნებოდა ეგ საქართველოში? აი მე არ გამიგონია რომ ვინმე თქვა რომ ქრისტე მაგ დროს საქართველოში იყო. მე არ გამიგონია და რა ვიცი, შენ თუ გაგიგონია ეგ არ ვიცი. უთხარი რომ ეგრე არ არის. ეხლა რა არის იცით? ჩვენი მხრიდან ჩვენი სამშობლოს სიყვარული არ ნიშნავს რომ ყველაფერს ქართული დავარქოთ. მაგრამ ნეტა რაც ნამდვილად ქართულია ის შევინარჩუნოთ და ის თქვათ რომ ეს ქართული. ზედმეტი არაფერი არ ვარ. რა ვაშკაცებო. ყველაზე პატარა ვინ იყო, რომელიც წმინდანი იყო? ყველაზე პატარა? ყველაზე პატარები ალბათ იცი ვინ იყვნენ? აი მეფე ჰეროდემ რო ბეთლემში და მის შემოგარენში 14,000 ჩვილი რომ მოწყვიტა. ანუ დახოცა ბავშვები იმისათვის რომ ეგულებოდა რომ ერთ-ერთი ქრისტე იქნებოდა და ისინი წმინდანები არიან ის ბავშვები. ალბათ ყველაზე პატარა წმინდანი ეგ იყო. აი სამ წუთში მეტი არავინ გამახსენდა. იყო პატარა ესე წმინდანები არის მაგალითად წმინდა ბარბარე პატარა გოგონა იყო. წმინდა კვირიკე პატარა ბიჭი იყო, მაგრამ აი ისინი ბევრად პატარები იყო. რა? რამდენი ეკლესია? ტაძარი? რამდენი ტაძარია? არ ვიცი რამდენი ტაძარია. 200-ზე მეტი არის. ეკლესია მას ერთი. ეკლესია ერთია, აი ტაძრები არ ვიცი რამდენი. ამდენად არ ვიცი. ილია რამდენი წლის იყო? ვინ? ილია მეორე. ილია მეორე? რამდენი იყო? 93. არა, 93-ის, კი 93-ის, ხო იანვარში აქვს მას დაბადების დღიდან. ესე იგი უკვე 93-ის იქნება. დავამთავროთ? აბა? შეგიძლიათ გვიამბოთ ბორჯომში რომ ერთი ტაძარია, რომელიც ერთი ლოდი დევს. და ფურცანზე რომ რამე სულს დაწერენ, იმ ლოდის ქვეშ დადენ და აგისურვენ. არ ვიცი ნამდვილად ეს ტაძარი და ეს მასთან დაკავშირებული ისტორიები არ ვიცი, ხო? ნამდვილად არ ვიცი.
ეს ტაძარი არ გამიგონი. და როგორ ფიქრობ, რას სურვილებს დებენ? აი გარი ძალიან მნიშვნელოვანი. რას სურვილებს დებენ? თქვენ რას სურვილს დადებთ? დედა ჩემი რომ კარგად იყო და ჩემი. ძალიან კარგი. შენ რას ისურვებ? მართლა რომ კარგად ხო. რა? მე რო ვიყო ყველაზე ჭკვიანი თუ შენ რო იყო მაგას ისურვებდი მეთქი რა მაგას ისურვებდი და რადგინა ყველაზე ჭკვიანი რო იყო ეგ ძალიან დიდი ტვირთი იქნებოდა შენთვის ყველასთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნებოდა მოიცა ერთ წუთი მოიწმინე რა რას ამბობ არ არის აუცილებელი დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო ბედნიერებისთვის. მაშინ გამოდის რომ მარტო ერთი ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, ვინც ყველაზე ჭკვიანი. რა ჭკუაც მოგეცა, სწორად გამოიყენე. რა ენერგიაც, რა დროც სწორად გამოიყენე, ტყუილად არ გააფუჭო და იქნები ბედნიერი ადამიანი. მე გადახურთელი მაგას ვინატრებდი, ხო? მაგრამ მაგას მარტო ფურცელი არ უშველი და შრომა არის საჭირო, ხო? შრომა. აბა? ცოდები რომ გაპატიოს? მე გაპატიებს, ახსარებად გიხომე და გაპატიებს, აბა? სამშობლო რომ კარგად იყოს, მაგას ვინატრებდი, აბა? ჩემი ოჯახი სუბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. ძალიან კარგი, შენ რას ვინატრებდი? ყველანი რომ კარგად იყო, გაბრიელ. რო გწოდნა და თამარ მეფის საფლავი, აბა? მთელი საქართველო ბედნიერია. მთელი საქართველო რომ სხვადასხვა ჩვენი პატრიარქი ასე გვარიგებდა ხოლმე ილია მეორე რომ ხატებთან რომ დადგებით ჯერ ჩვენი სამშობლო შეავედრეთ უფალს მერე თქვენი ოჯახი ესმით ჯერ დიდი ოჯახი ჩვენი სამშობლო ეხლა მეგობარო ვაჟკაცო რას ამბობდი რაღაცას ამბობდი თქვა გინდოდა არა მე ვისურვებდი რომ ქრისტიანობა მთელ დედამიწაზე გავრცელებულიყო. შენგენაც არის. ჩვენ ვეცადოთ რომ ვიყოთ ისეთი ქრისტიანები, რომ სხვას მოვანდომოთ ქრისტიანობა. აი ხო არის ხოლმე რომ შეიძლება ადამიანი კარგი მაძღარიც არის, მაგრამ ვიღაც ისე გემრიელად ჭამს რაღაც, რომ ეროიტყიალ მოგანდომებს ჭამას. აი ესე გემრიელად უნდა იცხოვროთ, რომ შენ სხვას მოანდომო ქრისტიანობა. რა? ქვენ მას კარგი საუკეთესო მამა ვხართ. ეხლა ტყუილები არ იყოს. არა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ კარგი ვიყოთ. განა კი არ უნდა ვეცადოთ, რომ ცუდი ვიყოთ. მაგრამ აი საუკეთესოობა ძალიან ხმამაღალი ნათქვა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შენ კარგი მოსწავლე უნდა იყო, მაგას უნდა ეცადო. შენ კარგი მოსწავლე, კარგი ფეხბურთელი. მეც უნდა ვეცადო, რომ კარგი ვიყო, განა არ უნდა ვეცადო. ჩვენ ყველა უნდა ვეცადო. მაგრამ არ უნდა თქვა, რომ მე შემიძლია და კარგი. ხო, ანუ საკუთარი თავის ქება უკვე ძალიან ცუდი რამე. სხვის მიერ სხვის იქებას რომ მოისმინო, ეგეც არ არის თლად ბოლომდე უსაფრთხო. უსაფრთხო არ არის. იმიტომ რომ შეიძლება მართლა დაიჯერო და გეგონოს რომ რაღაცას წარმო. გავა მეგობარ. ჩემს სურვილი იქნებოდა რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი და კარგად იყოს. და ღმერთმა შეგისრულოს შენი სურვილები. აბა შენს გითხარი და დავას გოგონებო თქვენ გინდოდათ? არა? რო არ იყოს ბოროტება დედამიწაზე. რო არ იყოს ბოროტება დედამიწაზე. დადგება დრო და აღარ იქნება ბოროტება. უფალი დაბრუნდება და ყველას თავის პასუხს მიაგებს. და ეგ დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფალი რო დაბრუნდება. წმინდა წერილში ასეთი რამ წერია. ზოგი ხო სიხარულით შეეგებება და ზოგი შეიძლება აი სიკვდილს დაუწყებენ ძებნას და სიკვდილი არ მოვა. გესმით, ანუ აი წარმოიდგინე ადამიანი ისეთ ტანჯაში რო იყოს, რომ სიკვდილი უნდადეს და ვერ კვდებოდეს და ეგ ტანჯვა არ თავდებოდეს.
იმიტომ რომ ჯოჯოხეთშიც მარადიულად ცხოვრობს ადამიანი და ის ტანჯვა არ თავდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გადავრჩეთ და იქ არ ვიყოთ. და ეს ყველაფერი აქვე იწყება ამ წუთის სოფელში. აუდგეთ აბა ვილოცოთ. მოდი შენც გითხარი რაღა შენ გაწყენი. მე მინდა რომ არავინ არ გადაიცვალოს. ვილოცოთ აბა.